გამარჯობა, მე მიშო ვარ, ეს არის გადაცემა ფერმა და სახლი და დაუბრუნდით განახლებული სეზონი. დღეს მინდა მოგიყვეთ ყველაფერი სარწყავის სისტემების შესახებ, თუ რა ეტაპებისგან შესდგება სარწყავის სისტემების სწორად მოწყობა და დაგეგმარება მრავალწლიან ბაღებში. ახლა ვიმყოფებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ეს არის სოფელი წინწყარო და 90 ჰექტარზე გადაჭიმულ ნუშის ბაღებში ვართ, სადაც კომპანია ჰიდროველი აკეთებს რეპროექტირებას სარწყავის სისტემების. სწორედ ამ კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი გურამ მოსიაშვილი უპასუხებს დღეს ჩვენი გადაცემის კითხვებს და მოდი ერთად დავათვალიეროთ რეპროექტირების პროცესი როგორ მიდის და უპასუხოთ ყველა იმ კითხვას, რაც შეიძლება რომ თქვენთვის იყოს საინტერესო. მოგესალმებით გურამ, მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე და გურამი მეგობრები ვართ მრავალი წლის, ამიტომ პირდაპირ შენობით ვილაპარაკოთ. კი ბატონო. ბუნებრივად გურამ პირდაპირ გადავიდე ასევე კითხვებზე რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა სარწყავის სისტემის დაგეგმვისას, როდესაც მაგალითად ესეთ მრავალწლიან ბაღს გეგმავს. რიგი ფაქტორები, რაცაც სარწყავის სისტემის პროექტირების დროს ვითვალისწინებთ, ეს არის სწორი პროექტირება, აუცილებელი ფაქტორი, ერთ-ერთი პირველი. მეორე ფაქტორი არის ხარისხიანი მასალები, მესამე ფაქტორი არის ამ ყველაფრის მერე სწორი ინსტალაცია და მეოთხე და ყველაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის სწორი ექსპლუატაცია. თითოეულ მათგანს შეგვიძლია ჩვენ ჩავშალოთ, რა იგულისხმება სწორ პროექტირებაში. ხო, იმიტომ რომ ეს სწორი პროექტირება ისე ჟღერს, რომ ყველაფერი სწორი პროექტირება სჭირდება. რას გულისხმობთ, როცა სარწყავის სისტემის სწორ პროექტირებაზე ვსაუბრობთ? სწორი პროექტირებით რო დავიწყოთ, პირველი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ირიგაციის დაპროექტების დროს ნიადაგის მექანიკური შემადგენლობა, პირველი ფაქტორი. მეორე ფაქტორი არის თვითონ მცენარის ბიოლოგიური წყალმოთხოვნილება, ყველა მცენარის განსხვავებული წყალმოთხოვნილება გააჩნია. მესამე ფაქტორი არის აგროკლიმატური რესურსები, ანუ იმ ტერიტორიაზე რამდენად შეესაბამება იმ კულტურისთვის ბუნებრივი რესურსები, რაც არის აგროკლიმატური მიმართულების. ეს რო განვარტოთ გურამ, ანუ ეხა მაგალითად აი აქ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წლის მანძილზე რა ოდენობის ნალექი მოდის ამას ითვალისწინებთ. კი ბატონო, აგროკლიმატურ რესურსებში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ეგ, მოსული ნალექების რაოდენობა და აქტიური ტემპერატურების მიხედვით აორთქლების კოეფიციენტი. ანუ რა რაოდენობის ნალექი მოგვივიდა ვეგეტაციის რა პერიოდში და რა რაოდენობა აორთქლდა ისევ იმ პერიოდში თავისთავად იმ განმავლობაში. ამ დროს რაც დეფიციტურია, ასე ვთქვათ, მცენარის წყალმოთხოვნილება გამომდინარე, რაც მცენარეს სჭირდება და არ არის ბუნებრივად, ამიტომ აუცილებელია ირიგაციის საშუალებით მივაწოდოთ უკვე მცენარეს ის საჭირო რაოდენობის ტენი. არსებობს შემთხვევა, რომ მაგალითად აი სრულად აკმაყოფილებს იმ მუნიციპალიტეტში მოსული ნალექების საშუალო რაოდენობა იმ მცენარისთვის აუცილებელ მოთხოვნებს და არ ჭირდებოდეს სარწყავის სისტემა, ესეც შეიძლება? უყურეთ როგორი მომენტია. ესე იგი, მცენარეს ვეგეტაციის განმავლობაში აქვს სჭირდება აქტიური ტემპერატურათა ჯამი, სჭირდება მოსული ნალექების რაოდენობა და შეიძლება ვივარაუდოთ და ვისაუბროთ, რომ ვეგეტაციის განმავლობაში ჯამურად მიიღებს. მაგრამ თუნდაც ნუშის კულტურაზე რო ვისაუბროთ, ნაყოფის დამსხვილების დროს, როცა გულს იმსხვილებს თვითონ მცენარე, აი ამ დროს თუ არ იყო საკმარისი რაოდენობის ტენი ნიადაგში და მცენარეს თუ არ ქონდა საშუალება, რომ მიუხედავად მიწოდებული საკვები ელემენტებისა, მიუხედავად ჩაჭარებული წამლობებისა, ხო, თუ ტენი ანუ ჯამში ერთობლივად არ აქვს ყველა პირობა მცენარის საკვები ელემენტი წამლობა პირობითად და ნიადაგის ტენიანობა თუ არ არის საკმარისი ეს თუნდაც ტენიანობა ხო ამ დროს პოტენციალი რაც საკვები ელემენტი მიეწოდა და რაც მცენარეს აქვს თავისი სიჯანსაღიდან გამომდინარე მიუხედავად ამ ყოველივისა ტენის გარეშე გულს ვერ დაიმსხვილებს. ამიტომ აუცილებელია კონკრეტულ პერიოდში მივაწოდოთ ის. ანუ შეიძლება ხო ის წყალი იმ რაღაცა ჭარბი ოდენობით არ მიეწოდებოდეს, თუმცა აუცილებელია რომ კონდეს სარწყავის სისტემა, რომ საჭირო დროს დეფიციტის დროს საჭირო დახმარება აღმოუჩინოთ მცენარეს. თუ ისეთ რეგიონში ვიმყოფებით, ისეთ რაიონში ვიმყოფებით, სადაც აგროკლიმატური მახასიათებლები მეტნაკლებად მორგებულია იმ კულტურისთვის, მაგრამ არის პერიოდები და მაგალითად რაღაცა გამონაკლისი წლები, თუნდაც ეხა წლევანდელ წელს რო ვისაუბროთ, ესეთი უხნალექიანი გაზაფხული იშვიათად აი 5-10 წელიწადში ერთხელ შეიძლება. აი ამ დროს რა ხდება, ხო უხნალექი მოვიდა, არის სარწყავის სისტემა, ანუ ამ დროს ჩვენ არ ვერთვებით. ჩვენ ეხა აღმოსავლეთ საქართველოში ვიმყოფებით და კონკრეტულ ტერიტორიაზე ნიადაგის გვაძლევს საშუალებას გამტარი ნიადაგის ფენა მექანიკური შემადგენლობის მიხედვით, ასე ვთქვათ, აქ არ საჭიროებს დრენაჟირებას. არის დასავლეთ საქართველოს მაგალითად ეხა ამ გაზაფხულმა და ამ უხმანალექმა შექმნა პირიქით პრობლემა და პირიქით დრენაჟირება ჭირდება. აი ამ დრენაჟირების
დროს, საჭიროების დროს რა ხდება? მცენარეს რა მოსდის, რომ დრენაჟირება ესაჭიროება, ეს რო აუხსნათ. ესე იგი მცენარე შეიძლება ჩავაგდოთ სტრესულ მდგომარეობაში, ჩავარდეს სტრესულ მდგომარეობაში უпростоრეთ, ორ შემთხვევაში, წყალთან დაკავშირებით რასაც ვსაუბრობთ. ერთი, ჭარბი რაოდენობის წყალი როცა აქვს მცენარის ფესვთა სისტემაში, რაც იწვევს მცენარის ასფიქსიას, უჟანგბადობას, იმიტომ რომ მცენარის როგორც პირობითად წყალი, საკვები ელემენტი ჭირდება ფესვთა სისტემაში, ასევე ჭირდება ჟანგბადი. ცოცხალ ორგანიზმს, ხო, ესე რომ ვთქვა. აი, ეხა ვუყურებთ ჯანმრთელ მცენარეს, ხო, გურამ. თქვათ აი ამ ასფიქსიის უჟანგბადობის დროს, როგორც ჩვენ ამბობთ და ჭარბი წყლის დროს, რა შეიძლება გქონდეს, ანუ სიმპტომი რა ექნება ფოთოლს, თუნდაც რომ ფერმერი მიხვდეს, რომ იქ რაღაცა სხვა ამბებია საჭირო. ეს სიმპტომი უფრო თვალნათელია და უფრო მარტივად აისახება ხომ ერთწლიან კულტურებზე, მაგალითად თუნდაც პამიდორი რო ავიღოთ, ხო? და პრაქტიკაში ხა ფერმერებმა ვინც მიღვარვით მორწყვას მიმართავს, იციან რომ როცა მორწყავენ, მიშვებით, მიღვარვით ტრადიციული მეთოდით, რაღაცა გარკვეული პერიოდი მცენარე 1-2 დღის განმავლობაში მოწყენილია, ფოთელი თითქოს მოჭკნა და აი ამ დროს ეს არის უკვე თვალნათელი მაგალითი, რომ მცენარეს აქვს უჟანგბადობის პრობლემა. მრავალწლიან კულტურებში ეს უფრო, ასე ვთქვათ, გვიან აისახება და უფრო ნელ აისახება, კი ბატონო, ვიდრე ერთწლიან კულტურაში. მე როგორც აღვიქვი, სანამ დაგეგმავს ფერმერი ბაღს, აი ნერგს არჩევს, გადაწყვიტა რომელი კულტურა უნდა და ამ დროს იწყება ამ სარწყავი სისტემების დაპროექტებაც და მთელი რიგი ფორმულები და მაგიდასთან სამუშაოა იქამდე სანამ უშუალოდ პროცესზე და აი ამ ყველაფრის პროექტირების აღსრულებამდე მივა საქმე. გასათვალისწინებელი აგროკლიმატური რესურსები როგორ იყოფები, ტოპოგრაფია ასევე უმნიშვნელოვანესია ტერიტორიის, რომ სწორად მოხდეს თვითონ წოთოვანის მოდელი შერჩევა, არსებობს კომპენსირებადი და არაკომპენსირებადი, რაც გულისხმობს იმას, რომ თანაბარი რაოდენობის წყალი გამოვიდეს ყველა საწოთორიდან. ამიტომ თუ რელიეფი არაერთგვაროვანი გვაქვს ტერიტორია მაგალითად, ხო? რაღაც სადაც ქანები უფრო მეტია, იქ მეტი წყალი დაიღვრება, როცა არაკომპენსირება წოთოვანს გამოვიყენებთ და სადაც მაღალი წერტილია, პირობითად იქ ნაკლები რაოდენობის წყალი დაიღვრება. ამას რატო ამახვილებ ახლა ყურადღებას და შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი ყურში მოსასმენად არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში პროექტირება ხო ფინანსებზე გადის. და თვითონ ნედლეულზე, თვითონ მოდელზეა დამოკიდებული მისი ფასი, ღირებულება, რაც მე საბოლოო ჯამში პროექტის ღირებულებას განსაზღვრავს. ამიტომ აუცილებელია გავითვალისწინოთ აი ეს კრიტერიუმები, ეს ფაქტორები, რაც ახლა ვისაუბრეთ, რომ თავისთავად პროექტი გამოგვიდეს ტექნიკურათაც და ეკონომიკურათაც ეფექტური. ზოგადად მე როგორც ვიცი, დაახლოებით 13 წელი ამ სფეროში ხარ, ხო ასე? დღეს რა სიტუაციაა ზოგადად საქართველოში, ან თუნდაც ცნობიერების კუთხით, როგორ ფიქრობ ფერმერებში? ესე იგი, ცნობიერების კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო ქართულმა ფერმერმა 2015 წლიდან. დანერგიმომავლის პროგრამა, სახელმწიფო პროგრამა დაიწყო და მასიურად გაშენდა როგორც კაკლოვანი კულტურები, ასევე კურკოვანი კულტურები. საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე გაშენდა და ამ პროგრამას კომპონენტი წვეთოვანის ირიგაციის გარეშე, ხო, არის ამაზე ესე თქვა. ანუ ცნობიერების ამაღლებამ ამ ცოტა მზესაც მოვერიდებით, თორე? ხო, მოვერიდოთ ჭარბმზეს. ცნობიერების არც წყალი, არც მზე, არც საკვები, არც წამლობა. ჭარბი არაფერი არ ვარ გამართალია სპონსორებისგან განსხვავებით. ველოდებით სპონსორებს. სხვათა შორის აქვე ვახსენოთ, რომ კომპანია ჰიდროველი ჩვენი პარტნიორი გახდა და სპონსორი, ისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გურამს. გვერდში დგომისთვის საერთო საქმის კეთებაში. აქვე შეგვიძლია ასევე ვახსენოთ ჩვენი ასევე ახალი სპონსორი, კომპანია ეკოუდი, ლიდერი ხის მასალების შემომტანი და მწარმოებელი კომპანია და დიდი მადლობა ასევე ეკოუდს, რომ ხარში უდგას ჩვენს გადაცემას. ეკოუდი ხის სარემონტო მასალების და ხის დასამუშავებელი საშუალებების დიდი არჩევანი. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა ფაქტორზე, მაგრამ ერთ-ერთი უპირატესობა გარდა იმისა, რომ ბაღის და მცენარის კარგი მოსავლის და კარგი შედეგების დადებისა, ასევე ერთ-ერთი უპირატესობა არის ქაოტურად არიღურება წყალი და უთხრილდებით რესურსი. წყლის რესურსის, ასე ვთქვათ, მოფრთხილება. აი რა პროპორციებზეა ახლა საუბარი, როცა ამას ვახსენებთ გურამ. აი მაგალითად ქაოტურად არ დაუღვარეთ ბაღში წყალი, მიღურით არ მოვწყეთ, ტრადიციული მეთოდით და წვეთოვანის სარწყავი სისტემა გვაქვს გაშვებული. აი რამდენი შეიძლება დაიზოგოს, თქვა თუ ერთ შემთხვევაში 10 ტონა წყალი დაიღვარა, რა შეიძლება მოხმარებულიყო იმავე ოდენობის ბაღს.
კი ბატონო. ესე იგი, თავისთავად ეს წყალმოხმარება სხვადასხვა კულტურაზე სხვადასხვა რაოდენობით ცხადია. არის, მაგრამ აი უხეშავთ რო თქვა, სადაც 30-დან 60-70%-მდე ხდება წყლის რესურსის დაზოგვა. გააჩნია რომელ კულტურაში ვართ, რამდენია ნარგაობა, რა ნიადაგი გვაქვს და ის ფაქტორები, რაც აქამდე ჩამოთვალეთ. ამიტომ ხო, აუცილებელია ცნობიერების ამაღლება კიდევ უფრო მეტად, თუნდაც იმიტომ რომ რეპროექტირების ნაწილში არ მოგვიწიოს, ასე ვთქვათ, ხშირი ჩართვა და ხშირი ჩარევა, სამწუხაროდ არის რიგი შემთხვევები, რომ თუნდაც ამ პროექტის შემთხვევაში რომ გვიწევს ჩარევა, რაც დამატებით ხარს გულისხმობს ფერმერისთვის. და ნუ აქ არის ის მომენტი, რომ აი მესამე ხაზი ეგრეთ წოდებული, თვითონ სცენარის უკვე ასაკიდან გამომდინარე წყალმოთხოვნილებიდან გამომდინარე საჭიროებს რომ დავამატოთ, მივცეთ კიდევ უფრო მეტი რაოდენობით წყალი იმ ფაქტორების გათვლით და არა ესე სურვილი შესაბამისად. ეს ყოველთვის ანუ ასე ვთქვათ კლასიკური მაგალითია, რომ ასაკთან ერთად სცენარეს მერე დაჭირდება დამატება? კი ბატონო. ესე იგი რა ხდება? თავიდანვე უნდა იყოს გათვლილი ირიგაციის სისტემა სცენარის სრულ მსხმოერებაში რო შევა, მრავალწლიან კულტურებს გულისხმობს, სრულ მსხმოერებაში როცა შევა და რა წყალმოთხოვნილებაც მას იმ პერიოდში იქნება და იმ პიკურ პერიოდში ვეგეტაციისა, რაც თუნდაც ივლისისთვია და აგვისტოსთვე არის, ყველაზე მეტი. ჩვენ ახლა ხო საუბრობთ. აი მაშინ უნდა სრულ მსხმოიარობაზე ვსაუბრობთ, ვთქვათ, მეხუთე წელს. სხვადასხვა კულტურა, სხვადასხვა ასაკში. საშუალო. თავიდანვე ვახსენეთ, რომ აქ თქვენი კომპანია აკეთებს რეპროექტირების სამუშაოებს. აი კონკრეტულად ეხლა ვდგავართ აი ზუსტად აქტიურ. ამას ქვია კვანძი, რეპროექტირების კვანძი, სადაც რა სამუშაოები ხდება, რომ მოვყვეთ. კი ბატონო. კონკრეტულ სექტორს მოეწოდება წყალი ასათიანი ქვემაგისტრალით, რომელზეც დაერთებულია უკვე უშუალოდ სექტორის ქვემაგისტრალი. ეს არის ძველი მილი, რაზეც დაერთებული იყო ორი ეგრეთ წოდებული ამომყვანი, რომელიც წვეთომას უკავშირდება და ხდებოდა სცენარის, ასე ვთქვათ, წყლით უზრუნველყოფა. მაგრამ არსებული იმ ფაქტორებიდან, აგროკლიმატური რესურსები და სხვადასხვა ფაქტორითაც სწორი პროექტირება ხორციელდება. არსებული ბაღი უკვე რადგან მსხმოერებაში აქტიურად შევიდა, აღმოჩნდა, რომ არ მესამე ზოლით სჭირდება. აქედან გამომდინარე, არსებული ქვემაგისტრალი ვერ უზრუნველყოფდა სამი ზოლი წოთოვანი მილის, ასე ვთქვათ, წყალგამტარებლობას და შესაბამისად მოხდა დამატება, დაერთება მოხდა. და სისტემა გამზადდა უკვე სცენარის წყალმოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. კი, მართალია მოუწია მეორე ქვემაგისტრალის დამატება უშუალო სექტორებში, მაგრამ ნუ იმისაც რომ სცენარის წყალმოთხოვნილება დავაკმაყოფილო და ის უხიმოსავალი, ის პოტენციალი, რაც მას გააჩნია იმ სწორი წამლობის, სწორი კვების, ეს ჯაჭვურად არის ყველაფერი, იმიტომ უსამხას დააკმაყოფილოს და მისცეს ფერმერს უკვე ის უკუგება, რაზეც მოლოდინი და გათვლა ჰქონდა. ამიტომ აქედან გამომდინარე, სასურველია თავიდანვე გავთვალოთ, თავიდანვე რომ გავთვალოთ, აი ეს სცენარის პიკში უკვე წეღარასაც ვსაუბრობდით ჩვენ რომ წყალმოთხოვნილება მერეაც დაჭირდება, აი ესეთი სამუშაოები მერე აღარ მოგვიწიოს გადაკეთება. მოკლედ, თელი ამბები მიწის ქვეშ ხდება რა, მიწის ზემოთ რაღაცა მინიმალური, რასაც თვალი ხედავს. აი ეს რამდენ ატმოსფეროს უნდა უძლებდეს წნევა აქ, რამდენი შეიძლება რომ გადიოდეს ამ მილში? ესე იგი ჰიდრავლიკური დანაკარგების მიხედვით შეირჩევა თვითონ მილის გამძლეობა წნევაზე, რამდენ ბარიანი, რამდენ ატმოსფეროიანი მილი იყოს. ეხლა კონკრეტული ქვემაგისტრალები აქ არის გათვლილი 8 ბარზე და შესაბამისად ტუმბოც პირიქით ვიძახი, ტუმბო არის 8 ბარიანი და აქედან გამომდინარე არის შესაბამისად ქვემაგისტრალებიც 8 ატმოსფერიანები შერჩეული. გასაგები. გურამ, ეს არის ძირითადი რეზერვუარი წყლის, რით საიდანაც მარაგდება ბაღის არწყავი წყლით. რაზეა დამოკიდებული ამის ტევადობა? ანუ ესეც ალბათ წინასწარ უნდა დაანგარიშდეს. აუცილებლად. ესე იგი, ერთი არის რომ თვითონ ნიადაგის ტემპერატურიდან გამომდინარე ვადგენთ სექტორების რაოდენობას, წყლის რეჟიმს იმ ფაქტორებით და საბოლოო ჯამში მოვდივართ, უკან მოვდივართ, ასე ვთქვათ. ბევრია ესეთი მიდგომა აქვს, აი ტუმბო ამდენ კილოვატიანი ან ამდენ ტონიანი მაქვს და მინდა მოვწყა. ეს ტუმბო არის ბოლო დეტალი, რასაც ვირჩევთ. ანუ ნიადაგიდან მოვდივართ, წვეთოვნის მოდელს ვარჩევთ, ქვემაგისტრალებს, ცენტრალურ მაგისტრალს, საფილტრაციო სატუმსადგურს. უკვე აი ამ რეზერვუარების მოცულობა დამოკიდებულია ასევე შემოდინებაზე. წყლის შემოდინება რამდენად ასე ვთქვათ უზრუნველყოფილია. თავარია გავიგოთ წყალმოხმარება, წყალმოთხოვნილება რამდენი გვაქვს და იმის მიხედვით მე რეზერვუარის მოცულობასაც შევარჩევთ შემოდინების გათვალისწინებით თავისთავად. მე მარტივად ვხსნი ხოლმე ფერმერებს, აი რომ გავაგებინოთ ასე ვთქვათ, ეხა მარტივ ენაზე ხარ, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ თელი გადაცემის განმავლობაში, რომ როგორც ყველა მანქანას ავტომობილს გააჩნია სხვადასხვა მსუბუქია, ჯიპია, სატვირთოა ხო, სხვადასხვა ზომის ავზი, ხო, სადაც შეუძლია საწვავი ჩავასხათ, ასე ვთქვათ. ანალოგიურად არის
სხვადასხვა ტიპის ნიადაგი, საერთოდ 12 ტიპის ნიადაგი აქვს მექანიკური შემადგენლობის მიხედვით, რომელსაც ყველას თავისი ტენტებადობა აქვს. ანუ მანქანის შემთხვევაში წყალს არ არის სასურველი რომ მივცეთ და ასევე არც ნაკლები არ გვინდა, იმიტომ რომ როგორც მანქანა რა დროს მოძრაობს და გადაადგილდება, როცა საწვავი მიეწოდება, ხო? და აორთქლება, ხო, ეგ იაფია, კაია. და აორთქლებაც ისე მიმდინარეობს თუ რა ძრავიც აქვს მას, ხო? ასევეა მცენარეზე, სხვადასხვა მცენარე, ერთი და იგივე ნიადაგზე მაგალითად, სხვადასხვა რაოდენობის წყალს აორთქლებს. მისი მოცულობიდან, თვითონ ერთწლიანი კულტურა, მრავალწლიანი კულტურა, კურკოვანია, კაკლოვანია და ამის მიხედვით. უამრავი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი ამ ყველაფრის განხორციელებამდე, ხო? ოპტიმალური პერიოდი როგორია, რომ ფერმერმა გადაწყვიტა, რომ ვთქვათ, მიწა შეიძინოს, კონკრეტული კულტურა გააშენოს, როდის უნდა მოგმართოს შენ ან კომპანიას, რომ დაიწყოთ ამ ყველაფერზე მუშაობა რამდენი ხნით ადრე? ესე იგი, ბაღების გაშენება, მრავალწლიანი ბაღების გაშენება არის ძირითადად ორ პერიოდში. ერთი გაზაფხულზე, მეორე შემოდგომით, ხო? ესე იგი, თუ საგაზაფხულო გაშენებაზე ვართ, გვაქვს საუბარი, ამ შემთხვევაში უნდა მოგმართოს ზამთარში, გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში, რომ დავიწყოთ პროექტირება და იმ ყველაფრის გათვალისწინება, რომ გაზაფხულისთვის უკვე როცა გაშენდება ბაღი, უკვე სისტემა მზად კონდეს ყველაფერი. თუ პირიქით შემოდგომაზე უნდა გააშენოს, მაშინ გვიან გაზაფხულზე, ზაფხულში უნდა მოგმართოს, რომ დავიგეგმოთ ეს პროცედურები ყველაფერი გავიაროთ და გავასწავლოთ. ხო, ну, ესე იგი, ერთი გავიგოთ, რა მოცულობის წყალი შეუძლია დაიკავოს კონკრეტულმა ნიადაგმა, მეორეა მანქანის მსგავსად, რადგან ვავლებით პარალელის, მეორეა რა რაოდენობის აორთქლებს. შეიძლება მოიხმაროს. კი, როგორც მანქანის მოხმარება მოიხმარს აორთქლების კუთხით, ეს უკვე აგროკლიმატური ფაქტორების ამბავია, ტემპერატურა, ქარი და ასე შემდეგ. და მესამე რაც თავარია, როგორც ავტომობილი აჩერებს თავის გადაადგილებას და მოძრაობას, როცა ავზში საწვავი თავდება, ისეა მცენარეც. უბრალოდ ეხლა ვიზუალურად მცენარე არ მოძრაობს, მაგრამ მაშინ მოძრავი ეს პროცესები, წყლის გადაადგილება, საკვები ელემენტების გადაადგილება, ეს პროცესები ჩერდება, საკვები ელემენტი რაც არ უნდა ბევრი გქონდეს ნიადაგში, თუ წყალი არ აქვს, თავისთავად მცენარე ვერ აისვისებს და ასე ვთქვათ, მოძრაობას აჩერებს მცენარეს. პირდაპირ მნიშვნელობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ეს ამბავი. აი, ყველაზე სავალალო რა გინახავს შენს პრაქტიკაში, აი, როცა რაღაც არ გაითვალისწინა ფერმერმა და ისე წავიდა საქმე, რომ სამწუხაროდ ან გამოუსწორებელი ზიანი იყო ან რაღაც ისეთი. ну ყოფილა ესეთი პრაქტიკა, როცა თავიდან მხოლოდ არის სარწყავი სისტემა, თუნდაც ახლა წოთომაზე რომ გავამახვილოთ, რადგან მრავალწლიან კულტურაში ვართ, არის სტაციონალური სარწყავი სისტემა, რომელიც უშუალოდ მცენარესთან ძირში უდგება საწვეთურები და არის ეს ინტეგრირებული, რაც ახლა კონკრეტულ ბაღშია, ასე ვთქვათ, დამონტაჟებული. აი, როცა მარტო ორ საწვეთურზე ხდება აქცენტი და ყველაფერი, ტუმბო, ფილტრი, რეზერვუარი, ქვემაგისტრალები, ყველაფერი მოწყობილია მხოლოდ იმ ორ საწვეთურზე, პატარა წარმადობის, რომელიც თავიდან საკმარისი ახალი დარგული ენერგისთვის, მე უკვე იმ ბაღში როცა ის ენერგი ხეთ იქცევა, გამორიცხულია იმ სარწყავი სისტემით. ამიტომ იქ უკვე რეპროექტირება კი არა, თავიდან ბოლომდე სრულად გამოსაცვლელი სისტემა ხდება. თავიდან ბოლომდე მარტო მასალის შეძენა ხო არ არის, მუშახელია, კონკრეტული კილოვატაჟი რასაც ელექტროენერგია სხვადასხვა ტუმბო, სხვადასხვა კილოვატაჟში მოიხმარს, შეიძლება გასაზრდელი გაუხდეს სიმძლავრე ფერმერს და ეს ყველაფერი სხვადასხვა ხარჯებზეა კიდე დამოკიდებული. ამიტომ ორჯერ და სამჯერ უფრო მეტი უჯდებათ და რიგ შემთხვევაში ყოფილა ისეთი შემთხვევაც, აი სავალალო რო თქვა, რომ საერთოდ გაანებეს ფახს თავი. გურამ, გარდა აგროსექტორისა, ეხლა დარწმუნებული ვარ, ბევრი ისეთი ადამიანიც გვიყურებს, ვისაც თუნდაც საკუთარი ეზოს წყლით მომარაგება სურს, მწვანე ესეთი არაჩვეულებრივი მდელო რო შეინარჩუნოს, ან მარადმწვანე მცენარეები. ერთ სიტყვით სხვადასხვა ლანდშაფტის გასარწყავად, ლანდშაფტის, ხო, წყლით მომარაგებაზე მაქვს საუბარი. ამ მიმართულებითაც თუ მუშაობთ და ამ მიმართულებითაც რომ ვისაუბროთ, თქვათ, რას აქვს აქ მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში წინასწარ არის თუ არა დასაგეგმი, თუნდაც როდესაც ლანდშაფტის დიზაინს აკეთებს ადამიანი საკუთარი ეზოსი, იქაც თუ უნდა გაითვალისწინოს თუ არა წოთოვანის ლანდშაფტის პირველ რიგში გეტყვი რომ კი მაგ მიმართულებითაც მუშაობთ. ლანდშაფტის დიზაინის შედგენისთანავე აუცილებელია დასრულება თუ არ ლანდშაფტის დიზაინი, აუცილებელია რომ მოვარგოთ უკვე ავტოკადში პროექტირება ირიგაციის კუთხით. რომ უკვე აქ აუცილებლად წინასწარ უნდა დავახვედროთ გამზადებული სარწყავი სისტემა, იმიტომ რომ ბალახი ძირითადად გადარგვა გადატანა ხდება, სპეციალურად დაგება ხდება, ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს სარწყავი სისტემა მზად, რომ ბალახის დაგებისთანავე თუნდაც დაწვება უნდა განვახორციელოთ, რომ ის შეიძლება ერთ დღეშიც კი უკვე გაყოთლდეს, ფერი იცვალოს და პრობლემა შეექმნას. ამიტომ ხო, ლანდშაფტის დიზაინში და გასარწყავებაში უფრო მეტად გვიჭირავს პულსეხელი და უფრო მეტად ვსაც უნდა ვიყოთ, რომ წინასწარ ეს თუნდაც მცირე ეზო შემთხვევაც რო ავიღოთ, ხო? შეგიძლია გურამ დაახლოებითი
აი წარმოდგენა რაოდენობრივ ფინანსური შეუქმნათ მაყურებელს. აი 100 კვადრატული ეზო რო ავიღოთ პირობითად, რა შეიძლება იყოს ბიუჯეტი სარწყავის სისტემის მოწყობის მარტივად რაღაცა უხეში გათვლებით ცხადია ხე ზუსტი ვერ იქნება. ეს არის ის კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს რა ღირს. აწუხებს რა ღირს. და ყველას უნდა პასუხი მაშინვე რა ღირს. არა და თუ ჩვენ იმდენი ვილაპარაკეთ, წეღან ვისაუბრეთ, რომ პროექტირების ნაწილში რამდენი რამე უნდა გავითვალისწინოთ. ზოგი კითხულობს რა ღირს. ხო, ამას. რამდენი რამე უნდა გავითვალისწინოთ, ხო, ესე ფასის თქმა ყოველთვის ძალიან ბევრი ფაქტორია წარმოქმნილი. მაგრამ ფასები ვარირებს შემდეგნაირად გამწვანების კუთხით თუნდაც, სადღაც 13-15 ლარიდან 20 ლარამდე გააჩნია 1 კვადრატული მეტრის გასარწყავება. ამაზე ვშაუბრობ ჩვენ ლანდშაფტურ დიზაინზე და არა ამ ბაღებს. ხო, ლანდშაფტის დიზაინს. 15-20 წელიწადი ჩვეულებრივად უნდა იმუშაოს სარწყავმა სისტემამ და მომსახუროს. ხო, არის რაღაცა მე დეტალები სწორ ექსპლუატაციაზე გახსოვს ერთ-ერთი კრიტერიუმი თქვით ჩვენ დასაწყისი გადაცემის, აუცილებელია სწორ ექსპლუატაციაში გავითვალისწინოთ თვითონ წვეთოვანი მილების მოვლა. ან ცვლადი სისტემების უნდა გამორეცხვები უნდა, ანუ წვეთოვანი მილეს რაღაცა მჟავეებით, ხო, სპეციალურად. კი, რომ არ გაიბინდოს შეგინთ აი სასუქის ნაშენები არ დარჩეს. მაგრამ უშუალოდ რაც შეეხება აი ამ მასალებს თვითონ მილებს და იმ შემადგენლობას წარმოებელს და შემდეგ ამ მიმართულებით რა მდგომარეობა ან როგორი რჩევა ეს ამ მიმართულებით ხო რაღაც ცოტა ისეთი მიდგომა არის რომ რაღაც აი ქვეყნებზე ხდება ძირითადად აქცენტის გაკეთება რომ აი ეს ისრაელის პროდუქცია და მაღალხარისხიანია ეს თურქული პროდუქცია და დაბალხარისხიანია მარტო ხო წარმოებული ქვეყნის მიხედვით არ უნდა შევაფასოთ პროდუქცია რატო თუნდაც მარტივი მაგალითს რომ ვებხო ფერმერებს რომ აი ღვინო რადგან საქართველოსია დაყენებული ყველა ღვინო ღვინოა ხო ესე ხო არ შეიძლება რომ რაღაც ან კარგი მარკა მივანიჭოთ რაღაცას ან ძალიან დავაკნინოთ ხო ამიტომ არის რაღაცა რიგი ფაქტორები რასაც ტექნიკური ყურადღება უნდა მივაქციოთ პროდუქციის შეძენისას მზის სხივებზე გამძლეობა ეგრეთ წოდებული რადიაციაზე დაცვა უნდა კონდეს თვითამილებს რომ არ დაი მისი ხარისხიდან გამომდინარე არ დაიშალოს და არ დაზიანდეს კი ბატონო არის ფაქტორები კიდევ თუნდაც ნომრებთან დაკავშირებით ხო რაც უფრო მაღალი ხარისხის არის და მაღალი წარმოებელი ასე ვთქვათ კარგი წარმოებელი კომპანია მით უფრო დაბალია პირობითად ელექტროენერგიის მოხმარება და კილოვატაჟი ხო რაღაცა ტუმბო ერთ და იგივე დავალებას მაგალითად ერთი წარმოებლის ასრულებს 37 კილოვატიანი და როცა ხარისხიანი ასრულებს 22 კილოვატიანი ტუმბო. აი ესეთი უხეში შედარებისთვის რომ გავაკეთოთ და ან შეიძლება იმ წუთას მეტი გადაიხადოს თქვა ადამიანმა, მაგრამ გრძელვადიან მაგრამ ექსპლუატაციაში ნახე რამხელა სხვაობა კილოვატაში და რამდენი საათი მუშაობს, ხო, საკმაოდ დიდი ესე ვთქვათ ენერგოეფექტურობაა მაგ კუთხით და აუცილებელია რომ მოკლედ ამ ყველაფერსაც სპეციალური ცოდნა და მარტო წარმოებელი ქვეყნის მიხედვით არ შეიძლება რომ შევაფასოთ ისა ხარისხი. საქართველოშიც იწარმოება? კი, საქართველოში იწარმოება პოლიეთილენის მილები, წვეთოვნებიც, ხო, ნუ არის წარმოებლები არიან, მაგრამ ძირითადად მაინც უფრო შემოტანილი ხდება, კი, ჩვენს მათ შორის შემოგვაქვს და იქიდან გამომდინარე ვამონტაჟებთ. მე ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად მოვიცავით ეს თემა. თუკი მაყურებელს ექნება კონკრეტული სპეციფიკური კითხვები, შეუძლია რომ ამ ვიდეოს ქვეშ დააკომენტარონ და გურამის კომპანიის წარმომადგენლები სიამოვნებით გასცემენ დარწმუნებული ვარ პასუხს ან პირდაპირ შეგიძლიათ მიაკითხოთ კომპანია Hydrowells და მათთან ერთად დაგეგმოთ თქვენი მომავალი აგრომეურნეობა თუ ლანდშაფტის დიზაინი. ძალიან დიდი მადლობა გურამ ისრეს წარმატებას ჩვენ ისევ გვექნება კვეთა იქიდან გამომდინარე რომ პარტნიორები გავხდით. ხოლო რაც შეეხება გადაცემა ფერმა და სახლის მაყურებლებს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დაუთმეთ დრო ჩვენს გადაცემას. ჩვენ აგროსიახლეებით თუ არქიტექტურის შესახებ სიახლეებით, საინტერესო არქიტექტურული პროექტების შესახებ სიახლეებით კვლავ დაგიბრუნდებით და პირობას გაძლევთ რომ გვექნება ძალიან საინტერესო სტუმრობები, ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, ამით დაეხმარებით არხის განვითარებას. და შეგიძლიათ ასევე მოგწეროთ თუ ვის ნახვას ისურვებთ ჩვენს გადაცემაში რომელიმე კონკრეტული ფერმერის ან თუნდაც რაიმე საინტერესო არქიტექტურული პროექტი.